ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიუსა და ჯიტას 2025 წლის ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა პაატა ტურავამ გახსნა. საზაფხულო სკოლის დახურვას დაესწრნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, კიუს კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, პროექტის მენტორები და სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ორთვიანი საზაფხულო სკოლა, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია სტარტაპ პროექტების განსახორციელებლად და დაფინანსების მისაღებად. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ამ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2021 წელს და დღემდე 200-მა სტუდენტმა შეძლო მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში. პროექტი მნიშვნელოვანია რამდენადაც არაერთმა კურსდამთავრებულმა განახორციელა მნიშვნელოვანი სტარტაპ ბიზნესი და მიიღო დაფინანსება. ეს პროექტი ეხმიანება ჩვენი უნივერსიტეტის კონცეფციას და სტუდენტებს მიცეთ ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია საქმების ბაზრისათვის. 2025 წლის საზაფხულო სკოლა ივლისში დაიწყო და 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საზაფხულო სკოლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება. წელს პროექტში 55-მდე სტუდენტი ჩაერთო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გახსნილ თანამშრომლობთ საზაფხულო აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მართლაც გამოირჩევა როგორც უნიკალური ინფრასტრუქტურით, საუკეთესო ტალანტების მოზიდვის მიმართულებითაც და ჩვენ წლებია ძალიან მაღალი შედეგები გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და სწორედ ამ საზაფხულო აქსელერაციის ფარგლებში, როდესაც სწორედ ამ სტუდენტობის პერიოდში მათ დაიწყეს ახალი ინოვაციურ გლობალურ ტექნოლოგიურ პროცესებზე მუშაობა და შემდგომ უკვე კონკრეტულ სტარტაპ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ, მოიზიდეთ მათ შორის საერთაშორისო ინვესტიციები და ეს ყველაფერი სწორედ აქედან იწყება და ძალიან სასიხალო, როდესაც უნივერსიტეტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად შესაძლებლობას აძლევს სტუდენტობის პერიოდში მიიღოს ის წამყვანი საერთაშორისო ცოდნა, რაც მნიშვნელოვანია მათი მაღალ ტექნოლოგიურ კომპანიებად მომავალში ჩამოყალიბებისთვის. საზაფხულო სკოლის ფარგლებში კიუს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი ანტრეპრენერების ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკოლოზ როსტომაშვილის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, იდეაციისა და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისათვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები და კომპლექტეს გუნდები და ინოვაციური პროექტების მოდელები ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალურ ეტაპზე დემო დღეს 7 პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. თავდაპირველად ჩვენი იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც კამპუსზე ცხოვრებისას ჩვენ თვითონვე დაგვჭირდა ექიმის პოვნა და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ძალიან რთული არის, რომ სპეციალისტი იპოვო ისეთ ადგილას, სადაც რეალურად შენ არ გიწევს ცხოვრება და ძალიან ბევრ პოსტის დადებასთან იყო ეს დაკავშირებული, ძალიან ბევრი დროის დახარჯვასთან, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს შეიძლება, რომ რენკინგებზე და შეფასებებზე დაყრდნობით არჩიოს სასურველი სპეციალისტი, დაჯავშნოს კონსულტაცია და უბრალოდ მივიდეს. ჩვენი პროექტის მაგვარი პროექტები უკვე არსებობდა, თუმცა მათ ჰქონდათ რაღაცა დეფექტები და მინუსები, რაც ჩვენ გავაუმჯობესეთ და ვფიქრობთ, რომ აი ამ გაუმჯობესების გამო ზუსტად ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი ექნება ბაზარზე ჩვენს იდეას. ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული 10 სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.